Honda კოსმოსსაც იპყრობს. ცნობილმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda-მ მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის პროტოტიპი 17 ივნის წარმატებით გამოცადა. ეს კოსმოსური ფრენების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთი და იმავე რაკეტის ხელახალი გაშვების შესაძლებლობას იძლევა. შედარებისათვის სწორედ ასეთი აპარატია ილონ მასკის Starship-ი, რომელიც ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზეა და ამ ბოლო პერიოდში ხშირად ფეთქდება. Honda-ს რაკეტამ ვერტიკალური აფრენისა და დაშვების 56 წამიან ტესტირებას თავი გაართვა. ის კუნძულ ჰოკაიდოს ქალაქ ტაიკიში მდებარე კომპანიის კუთვნილი ბაზიდან აფრინდა და 271.4 მეტრ სიმაღლეზე ააღწია. შემდეგ იგი უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა. სამიზნე არეალიდან მხოლოდ 37 სანტიმეტრის მოშორებით. მისი სიმაღლე დაახლოებით 6.3 მეტრია, დიამეტრი კი 85 სანტიმეტრში ადგენს. რაკეტა 900 კილოგრამს იწონის, საწვევის დამატებით კი 1312 კილოგრამს. კომპანიამ განაცხადა, რომ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი იყო და აფრენან დაშვებისას მნიშვნელოვანი მონაცემებიც მოიპოვეს. მომდევნო ეტაპზე Honda რაკეტის სუბორბიტალურ ტესტირებას აპირებს, თუმცა როგორი მომავალი ელის ამ პროგრამას კომერციული თვალსაზრისით უცნობია. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ჯერ რაკეტის კვლევის ფუნდამენტური ფაზა მიმდინარეობს, ამიტომ აღნიშნული ტექნოლოგიის კომერციალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არაა. ამის მიუხედავად მასზე მუშაობა გაგრძელდება, რათა სუბორბიტალური ფრენა 2029 წლისთვის უკვე შესაძლებელი იყოს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.